შეჭამა? აბა ჩაიხედე. რა წაიღო დე? ნასეთი მომცა. დალიარძე? მე გუნდალია, თუ დატოვა. აბა ჩავიხედოთ. ვაა, ბოლომდე დაულევია კაცო. როგორი ღორიმცელა ბაბუა ყოფილა. აი, კარგად ხები მომცა. სალამასია. აბა ვანახოთ მამა. აბა კარგი გოგო ეყავე. ხო, დედა. ამი კამა. სადაც არიყავე ზოგჯერ მაგრამ. მამა. გავხსნათ. ნელი დედა. ნეტა ის არის რაც გინდოდა, რა საინტერესოა. ვალაფა. აბა. Wow. Italia. Ah. Wow, ramxelade. რაღაცა ნაწილები და სტიკერებია, მოატრიალე ნახე. აი, სტიკერებიც აქვს, უნდა დააკრა სადღაც. რამასია, ramxela ხოდე. ზადარის აქ ქათამი უწება იქით ტოლმაში დავამატე წყალი და ტომატი იხაშება არა ნუ წვენი დააკლდა და დავამატე მოკლედ მე ესე გამოვიყურები იმედია დღის ბოლოსკენ მაინც შევწრებო თავი წესრიგში მოვიყვა სოსოს სარეცხი აქვს წაღებული რომ ახალ წელს სარეცხით არ შევხვდით. This live equipped. და ჩვენ ვარღამ ჩვენ სახები როცა მორჩებით. რო ჩემი მეგობარი რომ მოა რომ ლამაზი ვტონო ჩვენ ვიყოთ რომ ჩვენ ნაცრისხე გადავიღოთ ფოტოები და ავკაროთ ანდრიას პრეზენტი და დეიდას კარგი ოქრო წითელი ოქრო ყველა ოქრო მინდა ოქრო გინდა? ხო ყველაფერი ოქრო არის თუ ოქრო იყედე? ოქრო არ მიყიდიარი და? აი გარავს ოქრო რაც გინდა? ოქრო არის ჭყვიალები. ჭყვიალები. ოქრო ჭყვიალები, gold. gold, okay. Loqothuli yona. Egameshini, ashini sakhoqethwaki. Khote? Magami ngilaqafa shimsliya. Risk.
მივიდი რა სითხე მომაწოდე გეტყვი რომელიც რა გთხოვ. სიკეთე რა არის? ეს ვერ მივწვევა ხა და მომიშლის ნერვებს. ეს შემიძლია. გააღე პირველი. აი სულ მარცხენა აი ეგ. რა უნდა გითხრა მოდიო? აჰა. წადი მაშინ დროზე და დროზე მოხვიდე. ხო, მიდი მალე. ეს მიხდება? არა. სასაცილო ხარ. მისცემი. ხო. შენ გოგო არ ხარ, მარტო სათოლე გოგო აბა. ეს მიხდება? არა. სასაცილო ხარ. მისცემი. ხო. შენ გოგო არ ხარ, მარტო სათოლე გოგო აბა. და მან კვები აფლისტი. აფლისტი. ზოგადად. მაგრად ხარ. შენ წე. ეს შემზამე. აი მიშოთი. წაის რაც გინდა. კაი. ეს რა არის? და და მიესა. თუმცა ჩემი ნიკაპი ლაიკი მოცეთ. თუდეთ იყოს subscribe. თუდეთ სუყარ subscribe თუ მე ლაიკი. ხო, ეგონა თქვა. კი, მართალია. სწორია ყველაფერი. და თუ გინდა ჩვენ სავიქნა, ჩართო ჩვენი ვიდეო და მე ნიკაპი გაიკეთე თუ ბავშვი გაქვთ. მე შეგიძლია ბავშვი ნიკაპი წაისვათ. ვა! ხომ ეს ცილოა მართლარი, ლაიფერები, ლაკი ბუმუ. ხოსაც ცილოა. რა გადაწყდა? არაფერს მომწეს ცუდი. ალო, დაგათრო. მე რასაკეთებ? თუ დააყვა ჩამოვიდა აკეთა. არ მიწერე და არ მომწერე. აი ეს სარკაში ჩემი ეს მე გაიზარდა ძალიან ლამაზ ვარ. ნაგავი გაიყოლე. მიდი. ამოვა. მე სახალი წელია და მე ფიფრინავი მომიდა დედიკო არაფერი. და მან გარაფალა. ანტა. არა. თქვა დედა. ქორე გამოყო. ესე იგი ჭურჭელი მაქვს დასარეცხი როგორც ხედავთ, მაგრამ სოსოს ველოდები საქმეზე გავიდა. ეს წუნკალი მიჭირავს ხელში, ძალიან ბევრი ჭურჭელი მაქვს დასარეცხი და სუფრის გაშლა მაქვს დასაწყები. ეხლა უნდა ვნახოთ ჩემი წითელი სუფრა სად დევს. მე როგორც მახსოვს უჯრაში დევს პირს აღვწევდა. იმედი მაქვს რომ ავწდები. მომწებნოთ. ლა ლა სიყვარული შენ ჩემს გულში ხანჯალად გაგიტარებია ბიჭო
ბიჭო მე შესმედი ჯერ არავინ ყვარებია სიყვარული შენ ჩემს ბავშვი ხანჯად გაგიტარები თეთრები აღებ მე შესმედი ჯერ არავინ ესე შეგენდან მოკიდებ არ შეიძლება ესე გვერდიდან გამოკიდე ესე არ მოკიდე არის ესე იდოსე ოდი ხო გაჭმევ ლიზა გაჭმევ დედი ეგრე ნავის ეგრე და ესე ნები არის ჭიქები თევშედება და ჩანგალები მე რაღაცა ფული დამეყვის არა გაქო? შეშო. ეს ისა ხო წავიყვანე ესე იყო? თუ დაიძინა რომელზე გაიღვიძა? 9:30-ზე ვაჭამე და სადღაც რა ვიცი 9:15 წუთში ალბათ საუბრობ. ეხა რომელი? 9:30-ზე აჭამე 9:15-ზე გაიღვიძა. December clothes 51 cents. ლა ხა ჩაუტან მახოს პირველი დაუვსე. ვიდი გასცენი შედეს? აუ ელემენტები ჩადის ვიდაჭე. ნელა მოიგე. მე სადამიკრა. ეს ხო ეს მიეხმარე ხო და ინახა. ბაგრატელი გავხმები ხო? ის ანდრევი ჯიბიტ. ამას უყურ. გრინჩის ნაძვის ხე გადახრილია ცოტა. არ გავდივარ გეხვეწები. ვინ გახსნები? იმატური. რომელი? იმას კი 5 მიეცე ხოთ. ვაიმე დედო, იგი გამაიოებიდე. ეს შე. და შენი პირველი სადამაიო. იმაში ჩადე თავს. მან მქონდა გარაჟი. მაგდა. რასაკვირველი მოცა. არ ვიცი, რასაც იქნა თანდებს იმას. ხანი მაგათი ჩააყრა ელემენტი მასული.
меня ты тоже бежишь? От тебя не убежишь. Все решено, окончательно и бесповоротно. Держался. И рухнул. Женя, ესეც ჩვენი პირველი იანვარი, ჩემოთქმულებო. მე მინდა ეს ვლოგი იყოს დასასრული საშობაო თემატიკის ვლოგების. ბოლო ვლოგი მინდა იყოს ეს. ბედობა და შობა და ასე შემდეგ არ მგონია რომ შეიძლება რაღაცა ვლოგი გადავღოდავდო, მაგრამ ეს არ იქნება საახალწლო ხასიათის ვლოგები, ეს ამ ვლოგით მინდა რომ დავასრულო. ორი სიტყვით ახლა მინდა რომ ცოტა გელაპარაკოთ. დავიწყოთ სულ თავიდან მომზადებით. შევემზადებოდი. იყო ძალიან რთული. თქვენ არ იცით რომ მე ვიყენებ სათვალეს ეკრანთან სამწუხაროდ. იმიტომ რომ ძალიან მჭირდებოდა ეკრანთან სათვალე, ძალიან მაწუხებდა უკვე და ეს არ არის ნომრიანი, ეს არის უბრალოდ ეკრანის სათვალე, რომელმაც ძალიან დიდი შეღავათი მომცა. როცა ვამონტაჟებ, მაშინ ვიყენებ ხოლმე ძირითადად, იმიტომ რომ ყველაზე ხანგრძლივად მაშინ ვარა ესე ეკრანთან. ესე იგი, იმდენი რამე მოვასწარი საჭმლის გაკეთება, რომ მეც თვითონ გამიკვირდა ჩემი თავის რანაირად შევძელი. ამდენი საჭმლის მომზადება რანაირად შევძელი, მართლა გამიკვირდა საკუთარი თავის, მაგრამ კვანყოფილი ვარ, რომ შევძელი. თან ვამონტაჟებ ახლა ამ ვლოგს, რომელსაც უყურებთ თქვენ. სოსომ დღის პირველი ნახევარი იყო სახლში, დღის მეორე ნახევარი გავიდა სამსახურში. ორი დღე 29 დეკემბერს დორდაში დაუბლოკეს და ღამის ჭკუიდან გადავიდა. ხო და დაუბლოკეს 29 დეკემბერს ეს დორდაში და მოუხსნეს 1 იანვარს საბედნიეროდ გასაჩივრების შემდეგ, ანუ მიწერა წერილი რომ რის საფუძველზე დამიბლოკეთო ეს დორდაშიო. მე ანუ რა იყო მიზეზი დაბლოკვის დაუწერეს, რომ შენ შეკვეთებიო არ მიგაქვს, ანუ იღებ მაღაზიიდან შეკვეთებს და არ მიგაქვს ვინ შეუკვეთა მასთან. ხო და სოსო მიწერა რომ ყველა შეკვეთის სურათი მიდევს, რომ მივიტანე და დამკიცეთ რომ მე ის შეკვეთები რომელზეც თქვენ მესაუბრებით ის არ მიმიტანია ადგილამდე და ნუ შესაბამისად რავი ეტყობა ვერ დაუმტკიცეს თუ რა მოხდა, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში დღეს 1 იანვარს შუადღისკენ მოუხსნეს ბლოკი და გავიდა იმაში რა ქვია სამსახურში. ჰა? რა გინდა? ჩაცმა მაგისი? სკოლა რო დაგეწყება ჩაგაცმევ. სახლში არა. სკოლა რო დაგეწყება მაგით წახვევ, კაი, სკოლაში. ხო და საბერო როგორც კი გაიგო ეს მოეხსნა, წავიდა და დაიწყო მუშაობა. და არკი გავაყავი დავწუნე. კი, დედიკო, დაისვენე, კაი გოგო. მოიცადე ხა, ვამონტაჟებ ხო თან. ამას დავადოთ. ხო, მერე ჩვენთან შეხვდნენ, ჩვენთან ერთად შეხვდნენ მაგდა, თქვენ იცით მაგდა, ვინც არის.
ჩემგან ბევრჯერ გაქვთ გაგონილი, ჩვენთან შეხვდა მისი ოჯახით ახალ წელს, მის მეუღლესთან ერთად, რა თქმა უნდა, ანდრიასთან ერთად და ასევე ჩემი ქმრის მეგობარიც ჩვენთან ერთად შეხვდა და ლილე, ვამონტაჟებ ვიდეოს და ეგ ხმა არ მომწონს, რომ ისმის დამაცადე ცოტა ხანი. ჩვენთან ერთად შეხვდნენ და ძალიან მაგარი დრო გავატარეთ. თავისი სიმღერით, თავისი მწვადით, მწვადი არ იყო საერთოდ გეგმაში, მაგრამ ამ ბიჭმა მოიტანა სოსოს მეგობარმა და დაბლა მაყალზე შეწვეს მწვადი, ძალიან ციოდა და ვერ ჩავედი რომ გადამეღო და არც მომაფიქრდა რომ ბიჭებისთვის მეთხოვა რომ აი გადაიღეს და მე ვიდეო ჩამიგდეთ რომ მოუხდებოდა რა. ხო და ხოდა მოკლედ მოვსქენით რა ქვია ძალიან მაგარი დრო გავატარეთ ლიზა ისე შემიწყო მეგონა რომ აი მაინც ხო იცით 4 თვის ბავშვია და იქ ხელში დაჭერა ინდომება შეიძლება იწუწუნოს რომ ხმაური იქნება რაღაცა შეიძლება არ დაიძინოს მაგრამ არა გადაწყვიტა რომ დედიკოსთვის ხელი უნდა შეეწყო მართლა ოღონდ და კარგადაც ეძინა ჩვენ რო აქ კეიფობით დროს ვატარებდით კარგადაც ეძინა, არანაირი წუწუნი, არანაირი არაფერი, აი მართლა შემარგო პირადად მე როგორც დედას, რომ აი ცოტა ხანი მოუდუნებულიყავი და ცოტა ხანი განტვირთვა მქონოდა, იმიტომ მართლა ძალიან მჭირდებოდა დავლიე კიდევაც, წელიწადზე მეტი არ დამილევია და კარგად დავლიეთ მე და მაგდამ სიმართლე გითხრათ, რაც შარშან ვერ გავაკეთე და რაც შარშან დამაკდა, ყველაფერი წელს ავინაზღაურე. საჩუქრებით ვაჩუქეთ ერთმანეთს, რა თქმა უნდა, არანაირად მაგის გარეშე და ძალიან ბევრი დადებითი ემოცია მივიღეთ ერთმანეთისგან ამ ახალ წელს. კმაყოფილი ვარ საკუთარი თავის რომ შევძელი და გავაკეთე ეს ყველაფერი და ძალიან მაგრად უმასპინძლა ჩემს სტუმრებს, მე ესე ვთვლი, არ დამიკლია ძალისხმევა. და იმაზე მეტად კარგი ახალი წელი მქონდა, ვიდრე ველოდებოდი და ეს ძალიან მახარებს. დაახლოებით ღამის 3 საათამდე ვიყავით სუფრასთან. დღეს 1 იანვარს ძალიან მიყვარს 1 იანვარი, ანუ ახალი წლის დილა, ესე ვთქვა, 1 იანვარი. უზომოდ მიყვარს, აი რაღაცნაირად ესეთი ტკბილი დილა სხვა დროს წელიწადის განმავლობაში არ მაქვს ეს ემოცია, რაც 1 იანვარს მაქვს ხოლმე. ძალიან ბედნიერი ვარ, სოსომ გამომაძინა, რასაც ქვია, შუადღის 2-მდე მეძინა, ოღონდ ხა რა თქმა უნდა ღამეში ორჯერ ავდექი, ღამის 3 საათს დავწექი და ორჯერ ავდექი 8:30-მდე ორჯერ მოვასწარი ადგომა ლიზას გამო. და 8-ზე სადღაც დავიძინე, 11:30-ზე გავიღვიძე და მე ისევ დავიძინე, იმიტომ რომ მეკუთვნოდა ნამდვილად გამოძინება, ჯერ იმიტომ რომ 4 თვეა ვათენებ, მე მეორე იმიტომ რომ ამდენი საჭმელი, ამდენი კერძი მოვამზადებ, ლიუსახლი დავალაგეს, უფრო გავშალე, ნუ ყველაფერი კი ნახეთ ამ ვლოგში, როგორც იყო და უფრო მეტის გადაღებაც იქნებოდა კარგი, მაგრამ აშკარად მივხვდი რომ თან გადაღება და თან ეს ყველაფერი მართლა ფიზიკურად ვეღარ გავწვდი. თორე ძალიან კარგი იქნებოდა, ვიღაცა უნდა მყავდეს გადამღები, ეს იქნება ყველაზე კარგი. ან GoPro-s კამერას როცა ვიყიდი და აუცილებლად ვიყიდი, იმედია 2026 წელს ამ წელს ვიყიდი, რომელიმე თუ ეს არ ვიცი, მაგრამ მინდა რომ ამ წლის დასრულებამდე GoPro-s კამერა შევიძინო, თან იმიტომაც რომ დაყვება რა აყენებ და იმდენს გადმოდგი ტელეფონი აღარ არის და დააყენებ კამერას და გამოხვალ დაყვება კამერა და ეგ არის ძალიან კომფორტული გადაღების დროს, რომ არ ხარჯავ იმაში დროს, რომ აი გასრული გაქვს, ან ცომიანი გაქვს ხელი, ან ჭურჭელს რეცხავ რაღაცა, თვითონ დაყვება კამერა პროცესში და ძალიან მაგარია, იმედია შევიძენ. სურვილების სიაში 2026 წელს ამასაც ჩავწე. ხო და ვერ გადავიღე ისე როგორც მინდოდა, მაგრამ მაინც მე მგონი, მე ვთვლი რომ ის მთავარი ნაპერწკალი რაც უნდა გქონოდა საახალწლო ვლოგებს, მგონია რომ გქონდა ჩემს ვლოგებს. შეიძლება და უფრო მეტის ამ თემატიკის დადება. დამედო 2-ის, ის დამედო 7-ის, შობის, მაგრამ ნუ
ვერა რა, ვერ ვახერხებდი და ვერც მოვახერხებ რა, არ მინდა ესე ხანგრძლივად იყოს ვლოგებზე საშობაო საახალწლო თემატიკის ვლოგები, ჩვეულებრივი ვლოგები კი. მაგრამ ძალიან დიდი შრომა ჩავდე 31 დეკემბერს რო ვლოგი დაიდო ჩემს არხზე, ხო? უზომოდ დიდი შრომა ჩავდე, მაგრამ ძალიან ცუდი ვქერი რომ დავდე 31 დეკემბერს. ან უნდა დამედო 30-ში, ან უნდა დამედო, არ ვიცი, პირველში, ორში, გვიან უფრო. იმიტომ რომ აშკარად არ ქონდა ისეთი ნახვები, ანუ ის იმ ხელას რომ ჩავდე მე მაგის გადაღებაში და თანამდე საქმეში და თან მონტაჟში, რომ რამ 4 საათი იყო დაწყებული რომ დავიძინე, იმის გამო რომ დამემონტაჟებინა და მომესწრო 2025-ში მაგ ვლოგის დადება, მაგრამ ნახვები არ მომეწონა საერთოდ, ძალიან მწუხვარ და ამიტომ ვიძახი რომ შეიძლებოდა ცოტა ნაკლებად მეშრომა. იმიტომ რომ არავის არ ეცალა ახალ წელს მგონი YouTube-ისთვის რა და ბუნებრივიც იყო ეგ, მაგრამ უნდა ყოფილიყო ეხა არხზე. საახალწლო თემატიკის ვლოგები აუცილებლად უნდა ყოფილიყო. მოდი მომიტანე ის ვანახო ბარემ და всё რა. დილე, მოდი ტანსაცმელი მომიტანე და ის ვანახო. შენი სათამაშოც ვანახე ხო? კი იცი. შენი მანქანაც ვანახე უკვე, მაგრამ თუ გინდა კიდევ ვანახოთ. ეგ მომიტანე. მაგდა მოყიდა სათამაშოებთან ერთად ბავშვებს ტანსაცმელიც. ეგეც მომიტანე ლიზასი და მაგრამ შენ კი ლიზასიც. ლიზამ გაიღვიძა ამასობაში და უნდა დავასრულო მალე. განახებთ უცებ. ეს არის ლილესი. სვიტერი, ესეთი ლასინი, ელასტიკი და თავისივე ის მოყარა ქვია, ბაფთა გასაკეთებელი. ძალიან ლამაზია, ძალიან საყვარელია. ესეთი და ეს ვარდისფერი სათამაშო, ასევე. აი ეს, ახეთ როგორი თვალები აქვს. ამთებს და ვაიმე. ეს აქვს, პულტი აქვს და დადის, ხო? ხო. მოდი, ჩემთან სურათი გადავიღოთ გარეკანისთვის. ჩამოიწიე, გადაიწიე ეს თმა. მოდი, საყვარელი ფოტო გამოვა. ეს მანქანა და ეს ისა და ლიზას ესეთი კომბინეზონი თავისივე არ ვიცი ბოდია თუ ის არის მეგონი ბოდი იქნება არა უბრალოდ ზედა არის და ესეთი კნოპკებზე შარვალი კომბინეზონი ძალიან მიყვარს კომბინეზონი დიდებზეც პატარებზეც მე თვითონაც მაქვს ორი კომბინეზონი და ეს ბოდი ეს არის 9 თვეზე, ესეც და ისიც და უწევს რა ჯერ ეხლაც 6 თვეზე, თვითონ არის 4 თვეზე. ხო და რაღაც თებერვალში ჩაიცმევს ამასაც, თებერვალში ჩაიცმევს იმასაც და იმასაც. სოსოსაც აჩუქა სასოსოვე სუვენირი, სურათს ჩავსოვაკ და მეც ნაძვის ხე კი ნახეთ თქვენ. მოკლედ ძალიან კარგი იყო უნდა გავიქცე ხა დავასრულო ეს ვლოგი ჩემი ბაია ტირის ძალიან დიდი მადლობა ვინც იყავით ჩემთან ერთად ამ ვლოგებში ამ საახალწლო თემატიკის ვლოგებში კიდევ ერთხელ გილოცავთ 2026 წელს ჯანმრთელობა თავარი მიზანი თავარი სურვილი უნდა იყოს პირველი ჯანმრთელობა არაფრ მნიშვნელობა ბევრი გაქვს ცოტა გაქვს მარტო ხარ ოჯახი გყავს არა გყავს გათხოვება გინდა ცოლის მოყვანა გინდა ჯერ უნდა გინდოდეს ჯანმრთელობა გისურვებთ ყველას ჯანმრთელობას და აი შემდეგ უკვე თქვენ თითოეული კეთილი ნატრების ასრულებას თორე ხო ისიც აქვთ ადამიანებს ცუდი ნატრები არავითარ შემთხვევაში ნო კეთილი ნატრების ასრულებას გისურვებთ. როგორი ნატრების ასრულებას გისურვებთ იცი? აი ძალიან დიდი ხანია რომ ნატრობთ და აი უკვე რო თითქმის აღარც გჯერათ რომ ოდესმე ახდება თუ არა. აი ესეთი ყოველ ღამე რო ფიქრობთ აი ესეთ ნატრის ასრულებას გისურვებთ და მაქსიმალურად ჯადოსნურ წელს გისურვებთ. ჩემთვის ეს წელი ჯერჯერობით კარგად დაიწყო და იმედია ესე გაგრძელდება. პირადად ჩემთვის მინდა ტრანსფორმაციის წელი იყოს 2026 წელი. ამისთვის უკვე 2025-ში დავიწყე მუშაობა და იმედი მაქვს, რაც ჩაფიქრებული მაქვს, რომ ამ წელს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ მე პირადად და მე და სოსომ ერთადაც.
აი წლის ბოლოს ალბათ აი ბლოგიდან ამოვჭრი აი ამ სიტყვებს და ნახოთ აბა რომელი საკითხი გამომივა, იმედია ყველა გამომივა და დაისახეთ მიზნები, ჩამოწერეთ ფურცელზე და ის გეგმა წლის ბოლომდე აუცილებლად შეასრულეთ. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩემთან ერთად და გილოცავთ ახალ 2026 წელს. დროებით.